რუსული აგრესია საქართველოს უპირველესი საფრთხე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შინაარსი დღეიდან საჯარო ხდება. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. განხილვის პროცესს მმართველ გუნდის საპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპერტების გარდა საპარლამენტო სექტორიდან მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ესწრებოდა. რა წინადადებები და შენიშვნები აქვს ოპოზიციას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შინაარსთან და რა შეფასებები მოჰყვა დოკუმენტს ექსპერტების მხრიდან ხათუნა ხვედელიძე დეტალებით. თავარი ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ქვეყნის წინაშემდგარი გამოწვევების ჩამონათვალში პირველი ადგილი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მისივე მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს უკავია. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შინაარსი დღეიდან საჯარო ხდება. დოკუმენტის პირველადი განხილვა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შედგა. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ გააცნო. დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს ის პოლიტიკური პრიორიტეტები, რის მიხედვითაც ქვეყანამ როგორც უახლოეს ისე შორ პერსპექტივაში, დიდხანს პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მისი დაცულობა და რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი არის, ეს დოკუმენტი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას რათა შემდგომში ცვალებადი უსაფრთხოების გარემოების პირობებში ადაპტირებული იქნას სწრაფად იმ ახალი გამოწვევებისადმი, რაც პოტენციურად შეიძლება ჩვენს წინაშე დადგეს. ბათუ ქუთელიამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითად მიმართულებებად რუსეთის აგრესიის შემდეგ რეგიონალური უსაფრთხოება, საზღვრებთან დესტაბილიზაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოება დაასახელა. 40 გვერდიან დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის ისტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომსა და ოკუპაციაზეა საუბარი. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებაში საგარეო კავშირების გამტკიცებას, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ისე ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი მთავარი ადგილი უკავია. კონცეფციაში საუბარი ეკონომიკურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზეცაა. სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნად ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება სახელდება. მდგრადი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება და გამტკიცება კი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა. დოკუმენტი არის უმნიშვნელოვანესი იმ თვალსაზრისით, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა არის ჩამოყალიბებული როგორც სახელმწიფო. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს უნარი შეაფასოს ის გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს, განსაზღვროს მთავარი საფრთხეები, მთავარი პრიორიტეტები. ეს არის ფუნდამენტური ხედვა სახელმწიფოსი, თუ როგორ უნდა რა დამოკიდებულება უნდა და როგორ უნდა გადაწყვიტოს ის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი იმ წყებისა დოკუმენტებისა, რომელიც ნაწილი შემუშავებულია და ნაწილი მომავალში შემუშავდება. უმრავლესობის მსგავსად კონცეფციას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობაც, თუმცა ახალ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და შენიშვნები მაინც აქვს. დაემატოს ცალკე პუნქტად ის, რომ სახელმწიფო საზღვრების დაცვის მექანიზმი საუბარი არის სპეციალური პროგრამის შექმნაზე, რომ სახელმწიფო საზღვრები ჩასახლებული იყოს მოსახლეობიდან დაწყებული და ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ საზღვრები უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, რაც მიანიშნებს იმას, რომ მოსახლეობის იქ ჩასახლება ნიშნავს ინფრასტრუქტურის გაზრდილებას და ყველა ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ ვთვლით ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობის კონტექსტში საუბრის ეს კონცეფციაში განსაკუთრებით უნდა აღენიშნოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში და ჩამოყალიბებაში და ამასთან ერთად უნდა ხაზი გაესვას ტრადიციული რელიგიებისა და კონფესიების წვლის მრავალ კონფესიური და მრავალ ეთნიკური ქართული კულტურის განვითარების საქმეში. საფრთხეებმა არამც თუ მოიკლო ამ 2 წლის განმავლობაში, არამედ პირიქით მოიმატა და შესაბამისად მაინტერესებს, რომ უსაფრთხოების კონცეფციის განხილვას ჩვენ რითი ვეგებებით, რა შედეგებით ვეგებებით, რა გაკეთდა ამ 2 წლის განმავლობაში თავდაცვის უნარიანობის ამაღლების კუთხით. დოკუმენტი ჩვენ მივიღეთ, მე პროფესორით მივიღე როგორც თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი საღამოს, მე აქ საშინაო დავალების ჩასაბრალად არ მოსულარ, მე მოვედი მომესმინა მოსაზრებები კონცეფციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მე აქ ჩემი მოსაზრებები, ჩემი პოლიტიკური გუნდის მოსაზრებები ვერ წარმოადგინე, მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება ესეთ დოკუმენტის განხილვა აი ამ ფორმატში და ამგვარი დამოკიდებულებით ხდებოდეს. უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვას ესწრებოდნენ ექსპერტებიც. მათი უმრავლესობა დოკუმენტს ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად აფასებს. საფრთხეები არის საკმაოდ ადეკვატურად და მე მგონია, რომ კარგი დოკუმენტია ნამდვილად, ალბათ შემთხვევაში საქართველოში შექმნილი ყველა სხვა კონცეფციის ფონზე ეს დოკუმენტი არის ალბათ ყველაზე უკეთესი. გარკვეული შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით გამაჩნია, კერძოდ ვთქვათ, მასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა იყოს გაანალიზებული საფრთხეების და გამოწვევების ნაწილში თვითონ ის ფაქტი, რომ არსებობს, ესე იგი, რუსეთის მხრიდან დივერსიული და ტერორისტული აქტების განხორციელების საფრთხე. უსაფრთხოების კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა არასაპარლამენტო ოპოზიციის
ერთადერთ წარმომადგენელსაც. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ესწრებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება განხილვის პროცესში მონაწილეობის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა არ მიიღო. დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა მე აქ ვერ ვხედავ სასუსათო უსაფრთხოების ელემენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გენეტიკის უსაფრთხოებაზე, საუბარია ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, სასუსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ის აუცილებელია. მივესალმები იმას, რომ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისა და შენარჩუნებისათვის არის დოკუმენტში აღნიშნული ეს მომენტი. საქართველოს უსაფრთხოებისათვის რეალურ საფრთხეს და მთავარ გამოწვევას და პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი რეჟიმი. თუ დღევანდელი რეჟიმი მზად არის საკუთარი წასვლა განიხილოს, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვაში. ყველა სხვა თემა არის ჩემი აზრით მეორადი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვის პროცესი საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ფრაქციებში გადაინაცვლებს. მომდევნო კვირას ასევე კონცეფციის საიდუმლო ნაწილის საფრთხეების შეფასების დოკუმენტის დახურული განხილვაცაა დაგეგმილი. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ დოკუმენტი პრეზიდენტს გაეგზავნება. საბოლოოდ ეროვნული უსაფრთხოების გადამამუშავებელ დოკუმენტს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებს.